არაბები და მუსლიმები ამერიკას უყურებენ, ხედავენ ტრამპის მკაცრ განცხადებებს, მაგრამ რეალურ ქმედებებს ვერ ამჩნევენ. და ირანის ხალხმა, როგორც დღეს ირანიდან ჩემთვის აცნობეს, დაკარგა რწმენა იმ ძალის მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ავლენდა. ხალხი ხედავს, რომ შეერთებული შტატები არ იმარჯვებს, ჩვენს პროგრამაში მუდმივად ვსაუბრობთ სული გამარჯვების საჭიროებაზე. შუაგზა არ არსებობს. არა, Sure. ეს უნდა იყოს აბსოლუტური. და მექას შეთანხმება ეს სამი ისლამური ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკელებს ეუბნებიან ჩვენ ალტერნატივებს ვეძებთ. ჩვენ არ გვენდობით. თქვენ ყავთ საუდის არაბეთი, ძალიან ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. შემდეგ არის თურქეთი, რომელსაც აქვს განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და არის ნატოს წევრი. და შემდეგ არის პაკისტანი. პაკისტანი ბირთვული იარაღით, მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანა, ბირთვული იარაღით. ანუ ეს კომბინაცია, ეს ალიანსი ბევრ ადამიანს უნდა აშფოთებდეს. არაბულ და მუსლიმურ სამყაროში შემდეგ ხალხი სვამს კითხვას. როგორ მივედით იქამდე, რომ ირანის ბირთვული პროგრამისა და მისი ბალისტიკური პროგრამის შეჩერებიდან გადავედით ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მოლაპარაკებებს. ირანის რეჟიმმა თქვა, მოიცადეთ ერთი წამით, ჩვენ მართლა ჯოკერი გვაქვს ხელში. შემიძლია გითხრათ, არაბულ და მუსლიმურ სამყაროში ეს ავიქმება როგორც მარცხი.